2 წელია ვიკვლევთ, რა ფორმითაა ჩართული საქართველო რუსეთისთვის სანქცირებული ტვირთის მიწოდების სქემებში. ტვირთის მიწოდების რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს. რეალურად ორი ძირითადი სახმელეთო სქემა გვაქვს, რომელითაც ტვირთი საქართველოდან რუსეთში ჩადის. ერთი არის საქართველოდან რუსეთში პირდაპირ ლარსის გავლით, ხო, სადაც ყავს ქართული და უცხოური კომპანიები. ეს კომპანიები არიან გადამზიდი კომპანიები, ტვირთი ამათ ჩახავთ საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე, ანუ რუსეთამდე. და ყირგიზეთშიც იგივე სქემა მოქმედებს, საქართველოდან ყირგიზეთში მიდის, მაგრამ რუსეთში რჩება გზაში და რეალურად კი ბატონო. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტექნიკა არის ევროპული, საქართველოში შემოდის ევროპის ქვეყნებიდან. და მეორე სქემა, რომელიც გაცილებით უფრო რთული და ჩახლართული არის, ეგ არის საქართველოდან ისევ პირდაპირ რუსეთში, მაგრამ მესამე ქვეყნის გავლით. და შუაში არის მესამე ქვეყანა, ანუ საქართველოდან მიდის ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში და მერე რუსეთში. აქაც იგივენაირად ყავს ქართული და უცხოური კომპანიები, გადამზიდები. და აქაც ევროპიდან შემოდის ყველა ეს ტექნიკა რეალურად თავიდან საქართველოში. ამ სქემის უფრო რთული ვარიანტი არის, როდესაც ესე ლაგდება, რომ ევროკავშირიდან მიდის მესამე ქვეყანაში, მერე საქართველოში, საქართველოდან კიდე მესამე ქვეყანაში მიდის, ანუ აზერბაიჯანში, მაგალითად, ანუ ევროკავშირიდან შემოვიდა თურქეთში, თურქეთიდან საქართველოში, საქართველოდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან რუსეთში.